მოგესალმებით ბატონო მირიან, მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. მინდა დავიწყოთ საუბარი ცხადია ხვალინდელი დღეს მნიშვნელობაზეც და იმაზეც თუ როგორია ფინალური სწორი, ასე უხეშად რომ დავარქვათ ამ საარჩევნო კამპანიისა, რომელსაც ძალიან პირობითად შეიძლება ეწოდოს კამპანია, იმიტომ რომ მე ახლა ვსაუბრობდი მათ შორის პატრიარქობის კანდიდატების ხედვებზე და აშკარად მოვისაკლისეთ მეუფე შიოს ხედვა ამ თვალსაზრისით. დღესაც მივაქციე ყურადღება ალბათ თქვენს დაგაინტერესათ წირვაზე მეუფე შიოს ქადაგებას მაინც ხვალ უკვე არჩევნებია და ვიფიქრე რომ აი იქ მაინც შეიძლებოდა ყოფილიყო მას გამოეყენებინა ეს ამბიონი და წირვის დასრულების შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ეთქვა. მეუფე შიოს დღევანდელი ქადაგება ნუ ჩემი შეფასებით რაც მოусმინე და ნახე იყო ფრთხილი, მაგრამ აი ესეთი კაფეო სიგნალი მისი მთავარი განაცხადი ცვლილება კი არა, ილია მეორის გზის გაგრძელება. თუმცა სწორედ აი ამ დუმილში რჩება მთავარი კითხვა, როგორ უპასუხებს ეს გზა იმ რეალურ კრიზისებს და პრობლემებს, რომლებიც დღეს და ხვალ დღეს დგას და ხვალ იდგება ეკლესიის წინაშე. მე ასეთ შთაბეჭდილება დამრჩა, მაინტერესებს თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამ ფინალურ ეტაპს ხვალინდელ არჩევნებამდე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს მიმოხენიდან. სწორად აღნიშნეთ, კანდიდატებმა, სამმა პატრიარქობის სამმა კანდიდატმა, ასე ვთქვათ, მათგანმა, ასე ვთქვათ, საჭირო ჩართვალა საზოგადოების ინფორმირება წერილობითი სახით და შავი თეთრზე ჩამოწერა ის მთავარი პუნქტები, რის განხორციელებასაც ისინი აპირებენ სამომავლოდ. შეიძლება ისინი ამას თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს არის მათი ხედვა. ხოლო მეუფე შიომ ამგვარი ხედვა არ წარმოადგინა, საჭიროდ არ ჩათვალა მან, რომ ის არის ანგარიშვალდებული საზოგადოებას გააცნოს საკუთარი ხედვა და შემოიფარგლა მცირედი განცხადებით, რაც გულისხმობს პატრიარქის გზის გაგრძელებას. კონკრეტულად ის რას გულისხმობს აი ამ გზის გაგრძელებაში ძალიან ასე ვთქვათ, საინტერესო იქნებოდა ჩემთვისაც, რადგან რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც ასე ვთქვათ, პატრიარქის ზეობის ეპოქაში სხვაგვარად იყო გადაწყვეტილი, მეუფე შიოსთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, სხვაგვარად აისახება. და სწორედ აქ იბადება ჩემი შიში, რომ მისი ჩანაფიქრი თლად, ასე ვთქვათ, იმედის მომცემი და წარმატების მომტანი ვერ იქნება ეკლესიისთვის. ბატონო მირიან, აი ჩვენ როგორც მეუფე გრიგოლის, ასევე მათ შორის მეუფე იობის განაცხადში, ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური საკითხი არის არა მარტო საეკლესიო ტრადიციის, არამედ ჩვენს მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროსთან კავშირების, გამტკიცების, დაახლოვების, არა მარტო საგანმანათლებლო სივრცეში, მაგრამ უპირველესად აუცილებლობა და იქვე არის პირდაპირ მინიშნებებზე, იმ საფრთხეებზე და სხვა შორის მეუფე გრიგოლმა ჩვენთან სტუდიაში ამაზე ძალიან დაწვრილებით და მკაფიო და ღიად ისაუბრა, რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს ჩვენს ეკლესიას იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაზღვეული ის რისკები, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს მიმართულებით დესტრუქციულ აქტივობას ახლავს მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. გუშინ წინ სხვათა შორის მსოფლიო პატრიარქმა ამის თაობაზე ათენში კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა. მინდოდა რომ აი ამ ეს დეტალი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ამაზე თქვენს გაგემახვილებინათ ყურადღება. ესე იგი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თქვენს ეთერში და აღმოჩნდა რომ ეს გადაცემა ძალიან ბევრმა ქრისტიანმა ნახა და მოწერა კიდეც სხვათა შორის თვითონ ასე ვთქვათ რევლის აქტიურმა წარმომადგენლებმაც. ამგვარი საფრთხე არის, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ეს საფრთხე დღითიდღე უფრო იზრდება. შეიძლება ეს არ მოხდეს ხვალ ან ზეგ, მაგრამ აშკარა არის, რომ რუსეთის ეკლესია ემზადება პატრიარქოსთან, ისევე როგორც სხვა, ასე ვთქვათ. ბატონო მირიან, თქვენი ხმა დაიკარგა ეს წინადადება და რუსეთის ეკლესია ემზადება, რისთვის ეს არისმოდა, ამიტომ გთხოვთ რომ გაიმეოროთ, დიახ. ცოტა შეფერხებებია უნდა ითქვას. ანუ რუსეთის ეკლესია ემზადება დისტანცირებისათვის მსოფლიო საპატრიარქოსთან
და მართლმადიდებელი ეკლესიების იმ ასე ვთქვათ ოჯახთან, რომელსაც ოდითგანვე მიეკუთვნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ეს შეიძლება მიდის ყველაფერი. ბატონმირიან, ხვალ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნება, ამ დღეებში შედგება ალბათ ინტრონიზაცია. რთულია ახლა საუბარი იმის თაობაზე, რა მიმართულებით შეიცვლება ის გარკვეული დინამიკა, რომელიც უკვე სინოდის ბოლოსდომაზე გამოიკვეთა. კანდიდატურებზე საუბარს არ გთხოვთ ამ შემთხვევაში და თქვენს პროგნოზზე თუ ვინ გახდება საქართველოს პატრიარქი, თქვენი აზრით, როგორც თეოლოგის, როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარის, როგორც ზოგადად ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის გულშემატკივარი ადამიანის, რა მთავარ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს და გამოეხმაუროს მომავალი პატრიარქი, ვინც არ უნდა იყოს ის ამ სამთაგან. ისე იგი ძალიან კარგად ხედავთ მოცემულ მდგომარეობას, ვინც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, პატრიარქი, ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი, მის წინაშე აუცილებლად დადგება რამოდენიმე ამოცანა, რომელიც მან როგორღაც უნდა გადაჭრას. ეს გახლავთ თვითონ შიგა საეკლესიო ინტეგრალიზმი, ანუ სინოდალური ჯგუფური მმართველობის აღდგენა. აქედან ორი კანდიდატი ამას გვირდება და ასეთ წარმოუდგენია, თქვათ, მას საეკლესიო მართვის მოდელი, ხოლო მესამე, როდესაც ამბობს, რომ ის გააგზავნებს პატრიარქის გზას, ალბათ ამაში გულისხმობს ერთპიროვნულ ქარიზმულ მმართველობის მოდელს, როდესაც ერთი ადამიანია, ასე ვთქვათ, მმართველობის მთავარი ცენტრი. მემკვიდრეობა ამ მხრივ სახარბილო არ გახლავთ ეკლესიისთვის. შემდეგ, ასე ვთქვათ, გარდა საგარეო საფრთხეების, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, საკითხი დგას შემდეგნაირად, საქართველოს როგორც ქვეყანა ემყოფება კულტურული ფორმაციის გზაგასაყარზე და ეს არის საკმაოდ დიდხნიანი პროცესი, ვიდრე ჩვენ ეს არ მოგვიდგენია. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე სცადა ეკლესია გაიგივებულიყო ძალადობასთან. ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო დიდი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობას იძენს ეს ამბავი. ეს მასიურად მოახერხა მან გამოეყენებინა ეკლესია ამ კუთხით ორ გზის, ერთხელ ეს იყო მოსვლისთანავე 2013 წლის 17 მაისს და შემდეგ 2021 წლის 5 ივლისს. 2021 წლის 5 ივლისს უშუალოდ მოსაყდრეშიო იმყოფებოდა ქაშვეთის ტაძარში, სადაც მან ეს მოზალადი ჯგუფები დალოცა, პარაკლისი წაიკითხა და ასე ვთქვათ, აკურთხა მის ნებართვა ეძალადა თქვენს კოლეგებზე და მრევლებზე და ჟურნალისტებზე, სადაც ერთ-ერთი თქვენი კოლეგა გარდაიცვალა კიდეც. ეხლა რატო ამბობ ამას? საქართველოში დამკვიდრდა ძალიან უცნაური, ასე ვთქვათ, კულტურული გარდატეხა მიმდინარეობს და კონკრეტულად ძალადობა გახდა ლეგიტიმური. ამ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, განურჩევლობა არის მისი საფუძველი, თუმცა ეს ხშირად შელამაზებულია ფორმალური რაღაც სამართლებრივი აქტებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სცენარი შემდეგია, ჯერ ადგილი აქვს ძალადობას და შემდეგ ხდება ამ ძალადობის გაფორმება. თუმცა აღმოჩნდა, რომ თქვენი ტელევიზიის გამოძიებამ აჩვენა და მისი წყალობით დადგინდა, რომ თვით ამ ძალადობაშიც მონაწილე ადამიანებმაც კი გადააჭარბეს, ანუ ძალადობისთვის ადამიანებს და შემდეგ ამავე ადამიანებს ჭის. ეს არის მიბმული მეორე, ასე ვთქვათ, კულტურული ფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტთან, ეს არის განსხვავებული აზრის მოსმენა, შესმენა, არის უბრალოდ რომ მოусმინო ადამიანს. განსხვავებული პატრიარქის ნიჭი თუ რამეში გამოიხატებოდა ეკლესიის შიგნით, ეს გახლავთ სწორედ ეს გახლდათ, ეს თვისება, მას ჰქონდა თვისება მოესმინა განსხვავებული აზრისათვის. ამ შემთხვევაში, რომ ესე იგი მთავრობასთან მიმართებაში, ანუ პოლიტიკურად ეს საკითხი უკვე ძალიან
უცნაურად არის გარდატეხილი და გადაწყვეტილი ნებისმიერი ვინც რაიმე აზრს გამოთქვავს უმალ ექვემდებარება რეპრესიებს. ხო ესეა. ფიზიკურ რეპრესიებს მათ შორის თქვენ ხაზს უსვამთ. რეპრესიებს. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტერმინი შემოვიტანეთ, რომ ანუ ძალადობა გახდა, ასე თქვა, ნებადართული, ლეგიტიმური გარკვეული გაგებით. და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ შორის მონაწილეობა აქვს მიღებული აშკარად მეუფე შიოს, იმიტომ რომ თქვენ გაიხსენეთ მათ შორის ჩვენთვის განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოგონება, რომელიც უკავშირდება სწორედ იმ დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კი იყო, მაგრამ შემდეგ სხვა პარალელური წყაროებიდან, სისტემიდან გამოსული ინფორმაციითა და მტკიცებულებებით გაირკვა, რომ მთელი ამ პროცესის დაორგანიზებაში უშუალოდ მეუფე შიოს უშუალო გარემოცვის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ. ეხლა მე იქ არ ყოფილი ვარ მაგდროს რუსთაველზე, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვადენდით თავს და ყველა მახსოვს ნათლად ისიც, რომ როგორ გადასახამან ჯვარი, ანუ ეს მან ეხლა შეგნებულად გააკეთა თუ უბრალოდ გამოუცდელობით და გულუბრყვილობით მისცა საშუალება მოქალაქეობას საკუთარი თავი, ანუ მისი გამოყენებისა, ჩვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეკლესია გაიგივდა ძალადობასთან, მათ შორის ფიზიკურ ძალადობასთან. და მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკლესიას აქვს მოძალადი სახე, ბუნებრივია მოძალადე მთავრობა ნაკლები მორალური დარწმების ქვეშ აღმოჩნდება, ხო? ძალიან მარტივი გათვლა არის ეს. შესაბამისად რომ ნებისმიერი ადამიანი და მღვდელი, რომელმაც ხმა ამოიღო ამ ძალადობის წინააღმდეგ, მათ შორის თქვენი ხშირი სტუმარი, მამა დოროთე ყურაშვილი და მისი თელი საძმო, უმალ იქნენ დასჯილნი, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვეს, რომ არ შეიძლება ძალადობა. ჩვენი კულტურა ეფუძნება ქრისტიანულ საწყისებს. ჩვენ ვსურს ეს თუ არა, ჩემი დიდი პატივისცემის და მიუხედავად სხვა კონფესიებისა და რელიგიების წარმომადგენლებისა, ჩვენი კულტურა განვითარდა საწყისებზე, რომელიც მოცემულია ქრისტიანობაში, ხო? მათ შორის და ჩემზე მწარეთა ტირისა. ანუ სხვისი მოსმენა მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია განსხვავებული ადამიანის ბოლო შესაძლებლობა თავისუფალი სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ წაერთვას. მე ვხედავ, ასე ვთქვათ, მეუფე შიოსთან მიმართებაში აი ამ საფრთხეს ყველაზე მეტად. და თუ ის აპირებს ილია მეორის გზის ასე ვთქვათ გავლას და გაგრძელებას, შიგან საეკლესიო პრობლემატიკას რო სრულად თავი გავანებოთ, შემსმენელიც. სხვათა შორის ყურში მომხვდა თქვენ მეუფე გრიგოლთან ინტერვიუს დროს ახსენეთ ძალიან ნიშანდობლივი რამე. არ ვიცი, ქონდათ ეს ინფორმაცია წინასწარ თუ თქვენმა მრავალწლიანმა ჟურნალისტურმა გამოცდილებამ ასე ვთქვათ კი განახათ. დიუშენის სინდრომის მშობლები, აი მაგ ინტერვიუში თქვენ მეუფე გრიგოლს ეკითხებით, უხმოთა გამოხმოვანებელი უნდა იყოს სწორ ეკლესია. ეს არის ეკლესიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია და დავალება ქრისტესაგან. შემდეგ ეს მშობლები ამ ინტერვიუდან რამოდენიმე დღის შემდეგ მართლაც მივიდნენ საპატრიარქოში, სადაც მათი ასე ვთქვათ ადრესატი, მოსაუბრე ადრესატი უნდა იყოს მოსაყდრეშიო, ხო, მოცემული მომენტიდან გამომდინარე, მოცემულობიდან გამომდინარე. ჩემი ინფორმაციით ერთადერთი რაც მათ უთხრეს იყო ის, რომ დაერეკათ საპატრიარქოს ცხელხაზი. ანუ ამ ხალხს არავინ არ მოусმინა, არც იქ მოსაყდრე არ გამოსულა, არც ვინმე არ გამოუგზავნია და საერთოდ არ შეусმენია ამ ადამიანების ტკივილი. არადა განსაკუთრებულ პატრიარქს ქონდა ეს ნიჭი, უნდა ვაღიაროთ. მე მოგეხსენებათ, რომ კრიტიკულად კი, ბადომერია, მეორე დღეს მოხერხდა შეხვედრა, ერთ-ერთი სასულიერო პირი შეხვდა რამდენიმე მშობელს, თუმცა ყველას კარგად ისმის, რაზეც ვსაუბრობთ ახლა ჩვენ და მაგრამ ახლა ამ მომენტში ისიც რაღაცა ოჯახებს. დიახ, ანუ აქ ეკლესიის წინაშე უნდა ეს დაისმება ეს კითხვა, საზოგადოება ამ კითხვას დასვავს. შეიძლება რომ ესე ვთქვათ, ყოველ თვე რაღაც ადამიანების დიდ ჯგუფს იჭერდნენ კორუფციის მუხლით და მათ დაგროვებული და მოპარული სიმდიდრეს ტელევიზიაში გვაჩვენებდეს და არ არსებობდეს მექანიზმი, რომ მშობელმა საკუთარი შვილის სიკვდილს არ უყუროს. შეიძლება ეს
ქვეყანას. ან შეიძლება რომ ყოველდღიურად ადამიანებს უბრალო პროტესტის გამოთქმის გამო არ ბერდნენ, თქვათ, ასისხლიანებდნენ და ამავე დროს ჩვენ ვიზახდეთ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა. შეიძლება ეს? მე მგონია რომ ეს კითხვები არის ის კითხვები, რომელიც ახალმა საჭეთ პრობლემა აუცილებლად უნდა გაითავისოს და ელსადოს მოუძებნოს მას კმედითი პასუხი. ბატონო მირიან, ძალიან დიდი მადლობა. თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიუნხენიდან გვერდებოდა.